მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა ვისაუბრო რამდენიმე სიტყვით პოზიტიურ აზროვნებაზე. ჩვენ შეგხვედრი ადამიანები, რომლებიც თითქოს დატყვევებულები არიან პოზიტიური აზროვნებით, თითქოს მიზანმიმართულად ცდილობენ დააიგნორონ ყველაფერი ის, რაც მათ ვნებთ, რაც მათ ანგრევთ, რაც მათ ცხოვრებას აუტანელს ხდის. ანუ პოზიტიური აზროვნება ასეთი ადამიანებისთვის არის გზა გაექცნენ დისკომფორტს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ რაღაცეებს უნდა დაუსვან წერტილი. უნდა შემოფარგლონ თავიანთი საზღვრები, ადეკვატურად შეხედონ იმას, აკეთებს თუ არ აკეთებს. იმას, რომ მისი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ, იმისკენ, საიდკენაც უნდა რომ შეცვალოს. თუ ჩვენ ვრჩებით იქ, სადაც ცუდად ვართ, სადაც ჩვენდამი არ არის საკმარისი პატივისცემა, იქ, სადაც სულ გახსენებენ იმას, რაც არ უნდა გაგახსენონ, სადაც არ გვაძლევენ ზრდის საშუალებას, სადაც სიტუაციამ ან ადამიანებმა შეიძლება პირდაპირ მოგვაყენონ ზიანი, სასწრაფოდ უნდა გავიღვიძოთ. პოზიტიური აზროვნება ეს არ არის გამაყუჩებელი, რომელთაც შეგვიძლია რაღაცა გავიყუჩოთ. პოზიტიური აზროვნება არის ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი, საკუთარი თავისადმი, ნივთებისადმი, ჩვენი ურთიერთქმედება გარე სამყაროსთან, რომელიც გვაძლევს ძალას მივიღოთ გადაწყვეტილება. ძალას გავიაზროთ, რომ ეს ადამიანები არ არიან ერთადერთი ვარიანტები, ეს სამსახური არ არის ერთადერთი სამსახური, ეს საცხოვრებელი არ არის ერთადერთი საცხოვრებელი, ან თანაცხოვრება მშობლებთან არ არის ერთადერთი ოფცია ჩვენს ცხოვრებაში. პოზიტიური აზროვნება ეს არის ჯანსაღი მზერა სინამდვილისკენ, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილება, შეხვედრება, რომელიც მხარს გვიჭერს ჩვენს მიმავალ გზაზე. როცა გვესმის, რომ ეს სამყარო მტრული არ არის, არამედ მეგობრულია, ის ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ მზად ვართ, რომ დავინახოთ. როცა ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ჩვენი მეგობრული სამყარო, გვახსოვდეს, რომ რაც ჩვენ არ მოგწონს, რაც დიდ კომფორტს გვიქმნის, ის ხალხი, ვინც გვანგრევს, ის ურთიერთობები, რომელთაც არაფერი კარგი არ მოაქვთ, ყველაფერი ეს უნდა გამოვრიცხოთ, წავშალოთ ჩვენი ცხოვრებიდან. კი არ გადავაადგილოთ პერიფერიებზე, სადაც თვალთ მაგცობთ, რომ ჩვენას არ გვაღელვებს და არ გვაწუხებს, გვააღელვებს და პირდაპირ მოქმედებს ჩვენზე. უფრო მეტიც, ეს არის ნიშანი გაუაზრებლობის, როცა ადამიანი არ აძლევს თავს უფლებას გაიზარდოს ზრდასრულის პოზიციამდე, რომელსაც აქვს უფლება არჩევის, შექმნის და უარის თქმის. პოზიტიური აზროვნება ეს მშვენიერი რამაა, მაშინ როცა ადამიანი არ იყენებს მას როგორც ვარდისფერ სათვალეებს, რომლითაც ის რჩება იქ, სადაც უნდა მოითმინოს. გავაკეთოთ დასკვნა და არჩევანი ჩვენით. ჩვენ გვაქვს უფლება შევქმნათ ჩვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენი თავის გარდა ამის უფლებას არავინ არ მოგცემს. ჩვენი თავის გარდა არავინ მიიღებს გადაწყვეტილებას. გავიზარდოთ თუ დავრჩეთ პატარა და შევეგუოთ იმას, რაც არის. არჩევანი ჩვენზეა. მადლობა.